ასტროფსიქოლოგიაში ზედმეტი წონის პრობლემა როგორ აიხსნება და რა მეთოდოლოგია არის მასთან გასამკლავებლად, ამაზე მინდა დღეს პატარა ვიდეო ჩაგწეროთ. სამედიცინო კუთხით და ფსიქოლოგიური კუთხით იმდენად არ ჩავხმოვდები, რამდენადაც ასტროლოგიაში. ზოგადად როგორ ხედავთ ამ პრობლემას, ხო? რასთან არის დაკავშირებული? საერთოდ გვაქვს ასტროლოგიაში სახლები, მეორე სახლი, მეექვსე სახლი, ვენერას ენერგია მაგალითად, ხო? ქალწულის ენერგია, რომელიც პირდაპირ არის სიამონების მიღება, ვენერა მეორე სახლი ჩვენთან სიმბოლურად ამას განასახიერებს და მეექვსე სახლი ეს არის რუტინა, მაგალითად, სწორი კვების რეჟიმი და ამ შემდეგ. რა თქმა უნდა, იქ ჩანს ფსიქოლოგიური, დაცვითი მექანიზმები, ვთქვათ, არის ხშირად რომ სიამონებას ვერ ვიღებ ცხოვრებაში და საჭმელი არის ჩემთვის სიამონება, გასაგებია, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი არის, აქ თერაპიულად უნდა ადამიანს ამის გავლა თუ ჩაღრმავება ფსიქოანალიზის კუთხით, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდეთ, რაზეც არ უნდა ვიმუშაოთ, მაინც გავდივართ მარტივ ასტროლოგიაში სატურნის ფუნქციაზე. სატურნი არის დისციპლინა. ანუ მე თუ მომავალში არ მაქვს ხედვა რატო ვარ დღეს შეზღუდვებში, ხო, აბსოლუტურად ანუ მიზანი თუ არა მაქვს ამ შეზღუდვების, მე ფაქტობრივად აზრს კარგავ შეზღუდვების, ხო? და მიზანი ეს არის მომავალი და წარსული უნდა იყოს ერთად მყარად. მე დღეს, როდესაც მთელი რუტინით მივყვებ ყველაფერს, რომ მომავალში კარგად ვიყო, სიტყვაზე, ხო? ან მომავალი უბრალოდ მქონდეს, ეს არის ჩვენთან სინთეზი ურანის და სატურნის. როდესაც მაგალითად მე მაქვს წონის პრობლემა, ეს ასტროფსიქოლოგიურად გეუბნებით, ეს უკვე ნიშნავს, რომ მე სადღაც გამექცა დრო და სივრცე, სატურნი დროს მართავს და სივრცეს. სადღაც გამექცა დრო, სადღაც გამექცა ჩემ თავთან კონტაქტი. იმიტომ რომ ნებისმიერი ქაოსი, უკონტროლობა, ჩვენთან ეს ურანული ენერგია არის, ოღონდ რომელსაც სატურნული ენერგია თან არ ახლავს. უკონტროლობა და ქაოსი. ეს არის რეალურად ასტროფსიქოლოგიაში რო ჩავხმავდეთ, მთავარი მიზეზი ხოლმე წონა რატო გაგვექცევა. ველვადიან პერსპექტივაში მე უნდა დავიწყო რუტინა და ეს რუტინა იმას კი არ გულისხმობს მარტო ქალწულურ რუტინას. ეს არის პასუხისგებლობა, ანუ სინთეზს ვიღებთ, აქ რამდენიმე პლანეტა, რამდენიმე სახლი ერთად არის ხოლმე ჩართული და როდესაც კვების პრობლემები შემოდის, იქ ირღვევა მთლიანად ეს სისტემა. რატო შეიძლება სატურნის პრობლემა გქონდეს? როდესაც მე ემოციურად დატვირთული ვარ უამრავი ადამიანის პრობლემებით, სატურნი გარკვეულწილად ასაკს პასუხისგებლობას გუმატებს, ხო? ასაკთან შესაბამისობაში ასაკში რომ ადამიანის პასუხისგებლობა უნდა გქონდეს, აი შეიძლება გქონდა ბავშვობაში, მაგალითად და ეხლა შეჩეული ვარ იმას, რომ მე ჩემთვის არც ეს არ უნდა უვლიდე. ახლა მე გიყვებით ყველაზე ხშირად